სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი არჩევნების სარჩელის განხილვა ხვალისთვის გადადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ცენტრისტების იურის საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენა მოსთხოვა, რომელიც პარტიის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, გამომდინარე იქიდან, რომ CSKOM პარტიას რეგისტრაცია უკვე გააუქმა, სამართლიანი არჩევნები მოითხოვს. სასამართლომ შეაფასოს, არის თუ არა ამორჩეველთა მოსყიდვა ცენტრისტების მხრიდან ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეებისთვის შეთავაზებული 400 ლარიანი რუსული პენსია. ცენტრისტებს თავმჯდომარე ყავს, ყოველთვის ეყოლება ეს ხო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ხო იტყულება ჩვენ გააუქმათ ეს. ვიჩილონ თაღლითობაზე მაშინ. სასამართლომ იხემძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მინიჭებული უფლებამოსილებით პროცესი გადადო ხვალინდელი დღისთვის 7-ის ნახევრისთვის და მხარეს დაავალა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტობრივ გარემოებებს რეალურად არ შეცვლის, იმიტომ რომ თუ პარტიას ექნებოდა ამ მონაწერი, ისინი წარმოადგენდნენ ამ მონაწერს დღევანდელ სხდომაზეც, ხოლო ერთი დღის ვადაში ისინი ვერ შეცვლიან ამ მონაწერს და რომც მოიპოვონ სხვა მონაწერი, პრინციპში მათი პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით უკვე გავრცელებული არის მათ შორის საჯარო რეესტრის განცხადება, რომელიც ჩვენ წარმოადგენთ სასამართლოს სხდომაზე.